ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით დღევანდელ გადაცემაში, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებზე საქართველოში და დღეს გვაქვს ორ დღის წინანდელი სიახლე, სადაც ახალგაზრდა ქალბატონი აძვრა პოლიციის მანქანაზე და ფეხები აბაკუნა ზედ. შემდეგ ჩამოხდა და წავიდა 12 წელი ციხეში. მე მინდა მას ლიბერალური გმირის წოდება გადავცე, მივულოცო მას, რომ დაკარგა ცხოვრება, დაკარგა 10 შვილის გაჩენის შესაძლებლობა, დაკარგა სხვადასხვა სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობა, დაკარგა მეგობრების გაჩენის შესაძლებლობა, დაკარგა მშობლებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, დაკარგა უბრალოდ მზის შეხება, მზის მონათება, ყველაფერი დაკარგა ადამიანმა, რადგან გადაწყვიტა, რომ უნდა ასულიყო პატრულის მანქანაზე და ფეხები ებაკუნა ზემოდან. ნამდვილად გმირული საქციელია, ჩემი აზრით, ეს ახალგაზრდა ქალბატონი გახლავთ გმირი და სიტყვა გმირს უნდა შევუცვალოთ მნიშვნელობა. აქამდე ვინ ყავდა გმირები, ხო? მაგალითად გიორგი ანწუხელიძე, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, დემეტრე თავდადებული, გიორგი ბრწყინვალე, ვახტანგ გორგასალი, მაგრამ დღეს გმირები არიან ის 47 ქრომოსომიანი ლობოტომია ჩატარებული იდიოტები, რომლებიც პატრულის მანქანაზე ადიან, ფეხებს აბაკუნებენ და მიდიან 12 წელი ციხეში. არა, 12 წელს ვაჭარბებ, თუ არ ვწდები 4-დან 7 წლამდე ემუქრება. აი მოდი 6 წელი ავიღოთ საშუალოდ, ხომ? 6 წლით წავიდა ციხეში. ჩემი აზრით, სიდებილის დონე რომ აღვიქვათ, ანუ აი 10-დან 1 სიდებილე რა არის? აი 10-დან 1 სიდებილე იქნებოდა აი სოსისი რომ კონდეს უბრალოდ, აქ მდოგვი და აი თლიანად რომ ჩააწო ეს სოსისი მდოგვში და შეჭამო. ანუ სოსისის გემოს რომ ვეღარ გრძნობ და მხოლოდ მდოგვი გაქვს პირში. აი არის 10-დან 1 დონე სიდებილე. აი 10-დან 10 დონის სიდებილე გახლავთ ეს რომ ახვიდე პატრულის მანქანაზე და ფეხებით ეცადო ჭერის, არ ვიცი, ჩამტრევას, დაზიანებას და ასე შემდეგ. რა გგონიათ რომ всё ის პატრული შეწყვეტს მოღვაწეობას? არა მეგობრებო, უბრალოდ სხვა მანქანას მისცემენ და всё ეს ამას წაიყვანენ გასარემონტებლად და მაგ გარემონტებაშიც ბიუჯეტიდან გადავიხდეთ ფულს. ანუ ამ ჭერის დაბაკუნებით ვართმევთ ისევ პენსიონერებს, ისევ შემწეობაზე მყოფ ხალხს ფულს. როცა სახელმწიფო ქონებას ვაზიანებთ, რადგან ანუ თუ გონიათ რომ აი ხა პატრულის მანქანა დავაზიანეთ და ბიზნეს ჯიბიდან ამოვაცილეთ ფულს ამის გასაკეთებლად, მაშინ ჩემი აზრით ფსიქიატრიულში უნდა იწვეთ, სადაც გაუშვებენ ალბათ ამ გოგოს, მაგრამ ამ გოგოს გაუშვებენ ალბათ ციხეში, სადაც რა ვიცი, ლესბიანკები მოეფერებიან დღე და ღამე და ისეთი ლესბიანკები არა მეგობრებო, რომლებსაც ჩვენ ვუყურებთ კაცები, ხო? ეგეთი ლესბიანკები ნამდვილად არა, აი ბულდოგივით ლესბიანკები მოეფერებიან 7 წელი ამ გოგოს. ვის გამო და რის გამო? იმის გამო რომ თქვენ დააჯერეთ ესეთი სისულელე, რომ მიდი, ნუციკო, მიდი ავარდი მანქანაზე. ყველა ხო მიდის პროტესტებზე თავისი აზროვნების მქონე ახლობელ ადამიანებთან ერთად. და აი წარმოვიდგინეთ, რომ ამას უდგას გვერდში, არ ვიცი, ერთი ალბათ გუკაჩო, ერთი ალბათ ვიღაცა ლიზიკო და ეს არის ნუციკო და გუკაჩო და ლიზიკო ეუბნებიან, რომ აუ კი, მიდი ადი რა პატრულის მანქანაზე, აუ რა მაგარი იქნება, აუ მიდი რა და აი ესე ფეხები აბაკუნე ზემოდან და აი დაამტრიე პატრულის მანქანა რა, აუ რა მაგარი იქნება. ბუმ, ბოზო 7 წელი ვიღაც ბულდოგი ლესბიანკები მოგეფერებიან ციხეში. ვის გამო მეგობრებო, ანუ მე მინდა გაჩვენოთ მართლა აი ვის გამო და რის გამო აკეთებთ ამ ყველაფერს რა. უბრალოდ ძალიან მოკლედ რომ მანქანაზე რომ გოგო დახტოდა და ეს რომ ჩემთვის ეს მანქანა არის რკინა. მე არ
ქალბატონი ვიკა ბუკია გვეუბნება რომ მანქანაზე რომ გოგო დახტოდა ჩემთვის არის ეს უბრალოდ რკინა ვიკაჩკა დარაგაია ანუ მესმის რომ для тебя это просто რკინა მაგრამ გოგოს უშვებენ 7 წელი ციხეში და არ ვიცი რას ვიზამთ ვიკაჩკა შენ მიეხმარები მაგოგოს ოჯახს შენ გაზრდი მაგოგოს შვილებს შენ მისცემ მაგოგოს ქმარს ვიკა ну я понимаю что ты такая продвинутая что вообще ну просто не могу ეს ხალხი გაჯერებთ მეგობრებო რომლებიც ამ თვითონ ყოველ დღე თავისუფლად იღვიძებენ საკუთარ სახლებში შვენივრად თბილად რბილ საწოლზე შვილებთან ქმრებთან ცოლებთან ერთად კარგ საუზმეს მიირთმევენ მე არ ვიცი მე მაგალითად ამაზე აღარ ვიდაოს და ამის რევიზია ვინ როგორ პროტესტს გამოვხატოს შეიძლება მე არ ავსულიყავი და შეიძლება ვიღაცა ასულიყო ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ ხედავთ რატომ არის ქალბატონი ვიკა ჭკვიანი რადგან უყურეთ არც ერთ მხარეს იჭერს არც მეორეს რადგან ქალბატონი ვიკა ხვდება რომ ეს აბსოლუტურად არასწორი ქმედებაა როდესაც პატრულის მანქანას ანგრევ და აფუჭებ და ამიტომ იძახის რომ შეიძლება მე არ გამეკეთებინა ეს შეიძლება მე ის არ გამეკეთებინა მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს კაცო დავივიწყოთ ეს თემა ანუ რატო ვსაუბრობთ ამაზე და მოდი გადავიდეთ შემდეგ თემაზე რატომ არ იძახის ქალბატონი ვიკა რომ კი მეც გავაკეთებდი ამას კი მე არ გავაკეთებდი ამას რატომ არ იძახის ამ ყველაფერს კონკრეტულად იმიტომ რომ თავი დაიზღვიოს თავარია თვითონ ყოველ დღე იღვიძებდეს თბილად და ის ხალხი ვინც ხარ ციხეში შეთხართ აი ამ ხალხს უსმენთ ისევ მაგდენად გოიმები ხართ და ჯერის არ მესმის ჯერ პატრულის არ მოწონება და პატრულის შეზიზღება ხო ვერ მოდის ჩემ გონებამდე ანუ რა ვიცი ვარკეთილში ვარ ხალხო მთელი ცხოვრება გაზრდილი და ბავშვობაში მეც მეზღებოდნენ პატრულები და პოლიციელები რომ მეთქი ძაღლები ბიჭო ძაღლები ძმა ესენი მათი დედავატირე ძაღლები ხო მაგრამ მე შემისრულდა რა ვიცი 18 წელი 19 წელი და მივხვდი რომ ეს ძაღლები რომლებსაც ძაღლებად მოვიხსენიებდი ესენი იცავენ წესრიგს სამყაროში და ქვეყანაში და თურმე არ არიან ცუდი ხალხი მე ვიყავი უბრალოდ ცუდი ბავშვი მე ვიყავი ცუდი ადამიანი რომელიც რა ვიცი 13 წლის დანით დავდიოდი და დანა რომ ამომიღეს ანუ რომ მაგინეს და რამე მეთქი მათი დედა ხან ბიჭო როგორ მაგინ შვილო 13 წლის ღლაპი ნაბოზვარი ბავშვი ხარ რა ჯანდაბად გინდა დანა ჯიბეში ხო მაგრამ არა მე მაინც ძაღლები და ანუ ამას გაჯერებენ დღესაც რა ვისაც პატრული არ მოგწონთ მეგობრებო შემდეგ ჯერზე როდესაც რამე საფრთხეში ჩავარდებით დაურეკეთ თქვენ დაქალებს და ძმაკაცებს პატრულში დარეკვა არც გავედოთ იცოდეთ აი ვინც პატრულს და პოლიციას აგინებთ რომ ამათი დედავატირე კაცო ესენი მონები არიან თფუ ვაფურთხოთ ფუ მანქანები დაუმტრიოთ ვინც მაგას აკეთებთ აი შემდეგში რომ ვიღაცა ქუჩაში მოვა და რამეს მოგპარავთ დაგაყაჩაღებთ რა ვიცი დაგჭრით დაურეკეთ თქვენ მეგობრებს დარეკეთ გუკაჩოსთან და უთხარით რომ გუკაჩო ეხა 6 კაცი მოვიდა მცემეს დამაყაჩაღეს გამხადეს ყველაფერი დამჭრეს და რა ვიცი აი ვაგდივარ აქ ქუჩაში რა და აუ რავი მოხვალ მიშველი აი ეს გააკეთეთ ანუ პატრულში არც გაბედოთ დარეკვა ვინც ეხლა პატრულს შეურაცხყოფთ ისიც არ გესმით რომ პატრული ემსახურება ხალხის დაცვას პოლიცია ემსახურება ხალხის დაცვას თქვათ გადავაყენეთ ეს მთავრობა ხომ აი თქვათ წავიდა ქართული ოცნება და მოვიდა არ ვიცი აი ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ აი თქვათ მოვიდა იაგო ხვიჩია ანუ იაგო ხვიჩია როგორ აწესებს კონტროლს და როგორ აწესებს წესრიგს ქვეყანაში თავისი
3 ძმაკაცი ივლის და ბიჭო ვინმეს რამე ხო არ გიჭერთ თუ 3 დაქალი ივლის და გოგოებო ვინმე ხო არ გაუპატიურებთ იგივე პატრულის თანამშრომლები გვეყოლებიან ხვდებით ამ ყველაფერს რომლებიც დღეს მსახურობენ იგივე პატრულის თანამშრომლები იმსახურებენ სხვა ხელისუფლების დროსაც ანუ ამაზე ვგიჟდები რომ როგორ გაგოიმებენ როგორ გატყუებენ როგორ გაჯერებენ ამ ყველაფერს რომ პოლიცია ცუდია სპეცრაზმი ცუდია სახელმწიფოს დაცვა ცუდია ყველაფერი ცუდია და კარგი არის მარტო ანუ ვიკა არის კარგი და ესეთი ხალხია კარგი რომლებიც მოგიწოდებენ რომ მიდით რევოლუცია მოაწყეთ და მე თვითონ ისევ შედან სტუდიებში ან თუ ციხეში არიან კომფორტულ ციხეებში არიან მეგობრებო რადგან თქვენი ციხეები ვერ შეედრება ოპოზიციონერი ლიდერების ციხეებს დამიჯერეთ რა არ ვიცი თუ არ გჯერათ რა ვიცი ბატონი სააკაშვილის ციხე გადაამოწმეთ ხო როგორ ციხეშია ცივ ბეტონზე ძინავს არ ვიცი რაღაცა ყინავენ ღია ფანჯარას უტოვებენ საჭმელს არაჭმევენ თუ რა ხდება არა ყველაფერი აქვთ თქვენ იქნებით აი ზუსტად ცივ საკნებში თქვენ იქნებით ზუსტად 8 კაცი ერთ საკანში და თქვენ გიქნებათ გაჭიროება და ყველაფრის გადატანა თქვენ მოგიწევთ ამ 7 და 10 წლის მანძილზე რამდენი ხანიც იქნებით გასროკილები ამათ გამო ასე რომ ნუ სულელობთ გონს მოეგეთ პატრულს და სპეცრაზმელებს და პოლიციელებს ნუ ებრძვით გადაობა ისაა რა კიდე იმათ რომ ებრძვიან რომ მეტროდან ამოვედი და გამჩხრი კეს და შემამოწმეს შედედა მადლობელი არ ხარ რომ ტერორიზმი არ ხდება საქართველოში და ვიღაც ტიპები ერთმანეთს არ ჭრიან ყოველ დღე და არ კალავენ რის გამოა ესეთი უსაფრთხო საქართველო ზუსტად იმის გამო რომ ყველას გვამოწმებენ ვინც საეჭვოდ გამოიყურება უნდა შეამოწმო უნდა გადმოუტრიალო ჯიბეები უნდა უთხრა რომ მაჩვენე ჯიბეში რა გიდევს არა თან უსაფრთხოება გინდათ ბიჭო და თან ისიც არ გინდათ რომ პოლიცია რატო ამოწმებს ხალხს მე უბრალოდ ჩანთა მეკიდა შავი უბრალოდ კაპიშონი მეხურა უბრალოდ ესე მივდიოდი და პოლიციამ გამაჩერა და აბაო შენო ჩანთა გვაჩვენეო შედედალო იქნებ მაგ ჩანთაში რა გიდევს შენ თუ არ გიდევს всё გიშვებენ არაფერი გიდევს წადი აქედან ბოდიში რომ 3 წუთი დაგაკარგვინეთ მეორე კაცი არაფერი გიდევს ბოდიში რომ 3 წუთი დაგაკარგვინეთ ნახვი მესამე კაცი ბოდიში რომ 3 წუთი დაგაკარგვინეთ ნახვი მეოთხე კაცს რო ამოუღებენ დანას იარაღს დედის ლიმონკას მაგისი მადლობელი ხარ თვინმე ან თქვენი იცით მაინც აი პოლიცია რამდენ დანას და რამდენ იარაღს იღებს დღეში არ იცით მეც არ ვიცი მაგრამ წარმომიდგენია უბრალოდ რამდენს იღებს როცა მეტროებთან დგანან და ყველა საეჭვო პირს ამოწმებენ და თქვენ მაინც რატომ ამოწმებენ ჩემი უფლებები ირღვევა რომ 3 წუთით გამაჩერეს მე იმაზე მივდიოდი ლექციაზე კულინარიაზე უნდა მესწავლა და პირველი 3 წუთი დავაგვიან ლექციაზე შენი კულინარიაზე მოყან და შენი ყველაფერი მოვთან ბიჭო თუ ვიღაც ტიპები ივლიან დანებით და იარაღებით ჩვენ ქალაქში იმას ხო არავინ იძახის რომ პატივი ეცით ქართულ ოცნებას თქო მაგას ხო არ გეუბნებით არა მაგას არასდროს გეტყვით მე რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას პატივი ეცით თქო კიდია ხვალ რომ მთავრობა შეიცვალოს და მოვიდნენ რა ვიცი ლეიბორისტები იგივე ხალხი დაიცავს ამ პარტიას ლეიბორისტებს და რაც მთავარია ხალხს ღარიბაშვილი ვინ დააკავა ძმობას გაფიცებთ აი ღარიბაშვილი როცა იყო მინისტრი აი მაგალითად 2 წლის წინ თუ 1 წლის წინ ხო ღარიბაშვილი რომ მისულიყო ნებისმიერ აი სპეცრაზმელთან და ეთქო რომ მე შენ ამას გიბრძანებ რომ მოკლედ ჩემ მანქანას გამოყევი და რა ვიცი დაიცავი ჩემი მანქანა შეასრულებდა კი შეასრულებდა ზუსტად იგივე სპეცრაზმელი შევიდა ღარიბაშვილის სახლში და ჩხრეკა დაიწყო და ამოუღო მტკიცებები და იგივე სპეცრაზმელები აკავებენ ღარიბაშვილს ხვდებით
და თქვენ ებრძვით პოლიციელებს და სპეცრაზმელებს. რა შუაში არიან საერთოდ? თქვენ ებრძვით აი ამ ქვედარ გოლს. როდესაც ბრძანებებს იძლევა აი აქ ეს რგოლი. და თქვენ იბრძვით აქ, რომ მოდი მანქანები დაულეწოთ, მოდი ვაფურთხოთ პოლიციელებს, მოდი პოლიციელებს ვაგინოთ. აგინეთ, რა ვიცი, დაულეწეთ მანქანები, მერე აი რას აკეთებთ? ქვედარ გოლს ებრძვით, თქვენ დებილებო, დეგენერატებო და ლობოტომია ჩატარებულო. შემდეგი გადაცემა გვექნება დონაციების წაკითხვა, მეგობრებო, რას ხვალ ჩავწერ. დიდი მადლობა ყველას, ვინც თუნდაც ორლარს მირიცხავთ და ასევე დიდი მადლობა ყველა ანონიმურ ჩამრიცხველს, რადგან ანონიმურად ვინც მირიცხავთ, ყველაზე მეც მირიცხავთ ხოლმე რეალურად. რა ვიცი, 50 ლარი მხიეს ბოლო 1-3-4 დღის მანძილზე ორმა ადამიანმა ანონიმურად ერთი კითხვაც არ დამისვეს და დიდი მადლობა ყველას, იცოდეთ რომ თქვენით არსებობს ეს გადაცემა და თქვენით იარსებებს და თქვენ გამო იარსებებს ეს გადაცემა.